დღეს ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ჩვენთან აქ სატრაპეზოში. დღეს უნდა ვისაუბროთ იობის წიგნის 26 თავზე. თქვენ გახსოვთ ახლა მოკლე თავი იყო 25-ე, სადაც ბილდად ხუშელი მათქვა სიტყვა და მას პასუხობს წმინდა იობი. მიუგო იობმა და უთხრა: "როდი შეწევნი ხარ უზრუნს?" გახსოვთ ბილდადი აყვედრის იობს და ასე შემდეგ აღთხილებს რომ ღვთის წინაშე არც ერთი ადამიანი არ არის მართალი და ნუ ბოლოს ამას იობი პასუხობს: "როდის შეწევნი ხარ უზრუნს, როდის აგიპყრია მკლავი მწეოსათვის რა რჩება მიგიცია სიბრძნეთ ნაკლულისათვის და რა ბევრი ჭკუა გისავლებია." ანუ ის სიტყვები რაც ახლა ჩვენ ორი კვირის წინ ვისაუბრეთ ბილდადის სიტყვები, ყველაფერი მართალი იყო. უბრალოდ აქ მაშინაც აღნიშნეთ როგორც მახსოვს, რომ ადრესატი იყო არასორი რა, ის იობს არ ეკუთვნოდა ის რაც მან უთხრა, ხო? ხო და შესაბამისად იობის პასუხობს, რომ ვისთვის გითქვავს სიტყვა და ვისი სული გადმოდიოდა შენგან და აქ ეს ერთი ახლა ამაზე ცოტა ხან გავჩერდით. ან როდესაც ვინმე საუბრობს და რაღაცას ამბობს, უნდა იქნეს გამოძიებული. ხო, რომელი სულით საუბრობს, აქ რაზეა საუბარი, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ სულიერ სამყაროში, ესე ვთქვათ, პირობითად კი არა, ასეც რეალურად, ორი მხარე არის სიკეთის და კეთილი ანგელოზები, რომლებსაც ერთგულება შეინარჩუნეს ღვთისა და განდგომილი სულები, ხო? და არიან ადამიანთა კატეგორია, რომლებიც თავს ასახებენ როგორც მლოცველები, მკითხავები, ახლა ერთ-ერთი ვახსენეთ ახლა ჩვენ სანამ დავიწყებდით საუბარს, რომელიც საუბრობს, რომ ასე იქნება, იქ ის მოვა და ის იქნება წმინდა გიორგი და ასე შემდეგ, ნუ აღარ გავაგრძელებთ ახლა მე საუბარი. ხო და ანუ ადამიანი, რომლებიც ისაუბრებიან სულებს, მაგრამ გამოსაკლებია, რომელი სულია ეს? კეთილი თუ ბოროტი, ხო? ანგელოზები თუ სატანის მსახურები, ხო? ასე რომ აუცილებელია ჩვენ როდესაც რაღაცას ვუსმენთ, კარგად გამოვიკვლიოთ, ხო? ერთი ასეთი რჩევა მაქვს მოსმენილი, როდესაც ადამიანი იღებს წიგნს და იწყებს კითხვას. ჯობია, სანამ დაიწყებს ამ ნაწარმოებებს იქნება პოემის თუ რაღაცა მხატვრული ნაწარმოების თუ ვინმე კითხულობს რომელიმე წიგნს გამოიკვლიოს, ვინ არის მისი ავტორი, ხო? რას წარმოადგენს? თქვენ სულიერ ლიტერატურაზეც რო ვთქვათ, რა. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი წერს. საქართველოში ბევრი საეკლესიო მწერალი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ არის, ხო? ან ქართულ ენაზეა ნათარგმნი სხვადასხვა უცხოელის გადაწერილი წიგნები და აუცილებელი გამოკლეული იქნეს, თუ ვინ არიან ისინი, ხო? ნუ წმინდანებზე აბსოლუტურად, წმინდათა ნაწარმოებებზე რა. არიან ადამიანები, რომლებსაც იერარქიის საფეხურზე იმყოფებიან, ან შეიძლება ერის ხალხი არიან, რაღაცას წერენ და აუცილებელია მათი ბიოგრაფია იქნეს გამოკლებული. უნდა გაიგო ვინ არიან ისინი, რომელი სულის არიან. ლიბერალები ხომ არ არიან? ხომ არ აქვს რაიმე ცდომილება სარწმუნოებაში, ხო? ხო არ არიან ერეტიკული სარწმუნოების მიმდევრები, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც რაღაცას წერს, აუცილებლად საკუთარსაც დებს შიგნით. შესაბამისად, ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს, რომელი სულისგან არის ეს, ხო? აჩრდილები წიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი. გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს. ანუ ღმერთის წინაშე ყველაფერი არის ესე იგი ყველაფერი იცის ღმერთმა ვთქვათ რა. ვერანაირ ვესად ვერ დაიმალება. თვით უცხულშიდაც და ქვესკნელშიდაც ღმერთია იქ რა. ზოგიერთი ადამიანი, ალბათ თქვენ იცით ახლა თქვენ მორწმუნე ხალხი ხართ და შესაბამისად ეს რასაც ახლა ვიყრით თქვენ აგიხებათ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ავრი რომ იდიო კაცო მართლა როცა არის რა დააღვიო ვინ დაგინახავსო რა. ხო? ან და მაგალითად მოხდებს რაღაცა სუფრაზე და აქ ახლა მგელი ხო არ არის კაცო ჭამე კაცო მიდი რა მოხდა რა ვიგი ხედებაო. ჩვენ ვინმეს დასანახად ყوار ვაკეთებ. ამას ვაკეთებ და ჩვენი ვალია ეს და ჩვენი გასაკეთებია და მეტიც ახლა ღმერთს სად დაემალები კაცო. ესეც უნდა ვიცით, ღმერთი ყველგან არის. ღმერთი ადგილი კი არა, ხო, ადგილის და სივრცისგან არის თავისუფალი და დროის და სივრცის მიღმა არის და მან ჩვენი ფიქრების კი იცის და შესაბამისად, ასე ვიცოდეთ, რომ ყველაფერს გამგე და პატრონი და უფალი და მეუფე არის ღმერთი. განართხა ჩრდილოეთის ისარიელეზე და არაფერზე დაახკიდა დედამიწა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, სიტყვები, რომელიც დაიწერა დაახლოებით, ნუ იობის სამოღვაწეო თარიღი ქრისტეშობამდე 1500 და კიდევ უფრო გვიან ზოგი 2000 წელს ამბობს რა. დაახლოებით იობი ამ პერიოდში მოღვაწეობდა და მან ასეთი სიტყვები დაწერა, რომ დედამიწა არაფერზე დაახკიდა. და თქვენ იცით, რომ იყო უამრავი მეცნიერი, რომელიც გონიერად თვლიდა ძველად და ფიქრობდა, რომ დედამიწა სპილოებზეა, ან კუზს და ასე შემდეგ რაღაცა დეგვიმის უკავია თუ რა ყელია და იობს უწერია, რომ
დედამიწა ღმერთმა არაფერზე დაკითხა, ჰაერში არისო. ხო? ხოსია. დედამიწა ახლა და ზოგიერთი მე მაგალითად ათეისტურ პერიოდში ამბობდნენ რომ ისო რა ქვია, როდის გავიგეთ რომ დედამიწა გვალი არისო, როდისაცო იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსში. ამ დროს წმინდა წერილში ჩვენ ვიცოდეთ 1000 წლეულების მიღმა რა. ამიგეთ? აი ესეთი რაღაცეებია და ასე რომ ბიბლიაში ყველა კითხვაზე როცა ვამბობთ რომ გაცემულია პასუხი, აი ესეც არის ერთ-ერთი დასტური იმისა რომ ღმერთის შექმნილია ყველაფერი და ღვთისგან მოცემულია წიგნი რომელსაც ბიბლია ქვია. ღრუბლებში შეანიავა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბლებს და აქ რაზეა საუბარი? კიდე ერთი საოცრება, ხო? ღრუბლები რა არის? ეს არის წყლის წვეთი შეზავი წყალია ფაქტიურად, რომელიც ჰაერში დაცურავს ახლა რა. ხო და ესეთ ახლა ფიზიკა ახლა ვისაც ვიცით რომ ძიმე ქვევითკენ მიდის, მაგრამ საოცარია რომ ეს წყლის ორთქლი, რომელიც ღრუბლებში არის, ხო? აი ეს ალამაზებს და ამშვენებს ცას და ცისკაბათებს, ხო? აბა ახლა მას ერთი რაღაც გამახსენდა. კი. მაგრამ ლამაზიც არის, მაგრამ როდესაც ჩაშავებული და მოღრუბლულია ძალიან, ისიც ცოტა შიშის ზარს შეიძლება დაცეს ადამიანს. ანუ ისიც არის რა. ხო, ერთი რაღაც გამახსენდა, ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო, დედამიწაზე იყო ძალიან ისეთი ნაყოფიერი, იყო მიწა, იზრდებოდა ძალიან დიდი ხეები, ბინადრობდნენ უამრავი პირუტყვი, დინოზავრებს რო უძახით, ხო და რა იყო ერთ-ერთი მიზეზი ამისა, რომ ასეთი დიდი ხეები და მცენარეები იზრდებოდა, ნაყოფიერი იყო და არ ჭირდებოდა, ხო, მცენარეული საკვები აკმაყოფილებდა ამ გრანდიოზულ ახლა დინოზავრებს. რა იყო პირობა, წინაპირობა იმისა, რომ ასეთი ნაყოფიერი იყო მიწა. მეცნიერული და მოსაზრება არსებობს, რომ დედამიწას გარშემო ღრუბელი იყო და როგორც სათბურის ეფექტი ჰქონდა რა. ცა არ ჩანდა, ღრუბლით იყო. ეს სასათბური ეფექტი აძლევდა საშუალებას მცენარეებს, რომ გაზრდილიყვნენ ძალიან დიდი. მართლაც ახლა არის გეოლოგიური ჭრილები, შეიძლება მიწის ქვეშ არის ძალიან განამარხები უამრავი უზარმაზარი ხეები, რომლებიც წარმოიქმნიან რას? მიწის სიახში. ნახშირს. ნახშირი ამ საიდან არის? ეს არის განმარხული დიდი ხეები, რომლებიც ახლა იქ ამ ფიზიკური და ქიმიური პროცესების შედეგად არიან იქ ჩამოყალიბდა და მე ჩვენ ახლა მოვიპოვებთ სამთუმრეწველობაში და საწვავს საშუალებად იყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ახლა ელექტროენერგია შემოვიდოდა, ხო? ესეთ ფართო გავრცელებას სპოვებდა, მანამდე ქვანახშირი უძვირფასესი ის იყო რა. ასე რომ ღვთის არის შემოსილი და გაწყობილი მთელი სამყარო და შესაბამისად ღვთის ხელშია ყველაფერი. შებურა მთვარის პირისახე თავის ნისლის შემოაცვა ირგვლივ, შემოვალო წრე წყლის ზედაპირსა, ნათლისა და ბნელი საზღვრამდე. სისვეტები ირყევიან და წიანის მუქარაზე თავის ზალით და მიუხედავად ამ ცივი გრანდიოზულობისა, ყველაფერი ღვთის ხელშია, ხო? ხანდახან აი მაგალითად ჯერ ვერ ამოხსნეს ძალიან ბევრი რაღაცა. მეცნიერება ხო ძალიან განვითარებული ვართ 21 საუკუნეში. უამრავი ტექნოლოგიური წინსვლებია, აღმოჩენები და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითს გეტყვით ერთს, რომ ზღვის სივრცეების მხოლოდ მესამედიც კი არ არის გამოკლეული. ანუ რა ხდება ოკეანეში? დღევანდელ დღე არ ვიცი ჩვენ რა არის რა. ის რაც არის იქ მცენარეები, იქ ცხოველები, თევზები, არაფერი არ ვიცი ჩვენ ბოლომდე კიდე რა იმალება წყლის ქვეშ. ესეც კი არ შეგვისწავლია ჩვენ და ადამიანს არ უნდა ქონდეს პრეტენზია იმისა, რომ მე ახლა რაღაცა შემიძლია რა. ჩვენ რასაც ვიხედებით, იმასაც კი ვერ წოდებით ბოლომდე რა. თავისი და ამას ყველაფერს მართებს და განაგებს ღმერთი. თავისი ძალი დააცროსვა და თავისი გამჭირახებით მოკლა გველეშაპი. და გველეშაპში შეიძლება ვიგულისხმოთ ალეგორიულად ბოროტისულიც, მაგრამ ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ ის ზღვის ცხოველები, რომელთაც შეიძლება არსებობა ჩვენთვის არ არის ცნობილი. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ოკეანის სიღრმეებში რა ხდება და რა არის ჩვენთვის არ არის ცნობილი ბევრი რაღაცა რა. მისი სულით გავწმინდაცა განგმირვა მისმა ხელმა გაქცეული გველი. აჰა მის გზების კიდეები და ჩურჩული ხსმენია მისგან ვინ გაიგებს მის ძლიერების გრგვინვას. და მართლაც ასეა, ღვთის გზები არის ან ბოლომდე რომ გამოვიკვლიოთ ღმერთი, ადამიანის გონება ამას ვერ ჩაწუდება, ჩვენ ღმერთი გვიცხადებს იმას,
რაც ისიც ცოდნა ჩვენთვის აუცილებელი. დანარჩენი უამრავი რაღაცა გამოსაკლებია, უამრავი რაღაცა უნდა ჩაწოდეს ადამიანი, თუ ამის სურვილი ექნება და თუ ამის სურვილი ექნება, ღმერთი აუცილებლად ხელშეუწყობს. იმდენად, რამდენადაც ეს იქნება ჩვენთვის საჭირო. მოკლედ დასრულდა 26 თავი, ეს იყო პასუხი იობისა თავის მეგობარ ბილდადზე და იმედია ჩვენც რაღაც გარკვეული სარგებელი მივიღეთ დღევანდელი წაკითხული ამ იობის დაწერილი წიგნის 26 თავით. როგორც დაისახეთ.